ნაც. იღებდი და იმის გამო რომ თავი მქონდა მთლიანად მოჭრილი რა. ეხლა ვფიქრობ, რომ რაღაც ხვანაირად ისე არ მქონდა მიკროფონი ჩართული, მოკლედ სწავლა სიბერემდეო და მე მგონი სული და პირდაპირ გაგებით სიბერემდე ვერ ვისწავლი მე იმას, რომ მიკროფონი ჩავრთო, ანუ აი ეგ არის ჩემი დიდი ტკივილი, თქო რა ვთქვა, მოვიტყუები, მაგრამ ნუ ხო, ლუპში ვარ რა მანდრა. ასე ერთი და იგივე შეცდომას ვიმეორებ. ოკეი. გავარკვევთ ცოტა ხანში, ვიმეორებ თუ არა ერთსა და იმავე შეცდომას. აი. მოკლედ. ახალი რაღაცა მოიტანა პროცესმა რა, ხან დაუჯექი და დამეწყო ჩენელი. ხო და რა მოხდა ახლა? ასე თუ ხელი ლამის წელზე შემოხვია ხელი, ლამის სახში შემომეჭრას თუთა. ის ხაკთა შორის აქ ხო არ მიდევს. გაიქნებოდა მასე დავიწყებდი. ლამის სახლში ეს მინდა რომ როგორღაც დაფიქსირდეს. ლამის სახლში შემომეჭრას თუთა. ყველაც სამყაროს მთელი ხმაური მოვახდინე, აი ესე უნდა ვქნა, აი აქ რო დავიდო არა, მე მგონი ყველაზე კაი ეგ არის, просто აქედან მიკროფონი მაქვს შორს. რაღაცა იქნება ამბავში. აი, მოკლედ მოვიდა ესეთი რაღაც რა, მუშაობის პროცესში, რომ რაღაც კონკრეტულ თემას ვამუშავებდი, ვწერდი და გამიხსნა ესეთი უზი ტვინში, რომ მოკლედ ახლა რის ჩაწერასაც დავიწყებ, ეგ იქნება სეზონი 12 ეპიზოდით. იმისთვის რომ არ იყოს გრძელი, დამღლელი და ტვინმა ისე ეტაპობრივად აღიქვას და დაარენდეროს ინფორმაცია რა. იქნება არც ისე გრძელი, მოკლეები უფრო და ხო 12 ეპიზოდისგან და ვიფიქრე ესეთი რაღაც, რომ აქ Home Alone with Shani's channel-ზე არხზე დავდებ ხოლმე ტიზერებს, ან მოკლე სპოილერებს, ასე რა ვთქვათ და იქით უკვე კოსმიური სკოლის გვერდზე ავტვირთავ ხოლმე მთლიანებს, რაც შეეხება კონკრეტულად ამ სერიას. ეს ესე ვფიქრობ, თუმცა არა მაქვს ფიქსირებული აზრი და იქიდან გამომდინარე, რომ რეალობები ყოველ წამიერად იცვლება, შესაძლებელია პროცესში რამე უფრო უკეთესი ან სხვანაირი აზრიც დაიბადოს და იმას გავყვე რა. მოკლედ ნახოთ სად მიგვიყვანს. ისე ეს კონკრეტული სეზონი, სერიალი, მოდი ესე ვთქვათ, სეზონი, ტური, ხო, აი ტური უხდება ძალიან რა. ტური ტანდემი. ანუ სოლოდან ტანდემზე რა, ესე რა ვთქვათ, ტური ტანდემი, რომელიც არის წყვილის და მოდი ესე ვთქვათ, ურთიერთობების კოსმიური არქიტექტურა. ანუ სარკიდან ერთობამდე, ერთიანობამდე
და თუ რა არის ეს სარკე, რა არის ერთიანობა და ეს ყველაფერი, ამას ავხსნი რა, ცოტა მოგვიანებით. ნუ ეხლა უცებ რო გაგაცნოთ სეზონის სტრუქტურა, ესეთია. ეპიზოდებს ჩამოვთვლი. ესე იგი, სარკის კანონი, ცნობიერების დაცვის მექანიზმი, რატომ არ არსებობს შემთხვევითი ურთიერთობები, თვითშეფასების პროგრამა, განმეორებადი პატერნი, მიზიდვა და ვიბრაცია, საგვარეულო პროგრამები, ტრანსფორმაციის გზა, ინისა და იანის კანონი, 4 დონე, ანუ სარკე და ერთიანობა 1+1 უდრის 11-ს. ყუპიალი, იგივე flaming twin-ი, ალბათ ესე უფრო ექნება ბევრს გაგონილი მაინც ეს ცნება და ამ ყველაფრის პრაქტიკები და დახურვა, ეს არის უკვე ბოლო მე-12. ხო, ეს არის სრული გაიდლაინი ამ ყველაფრის, ამ სეზონის, ესე რა ვთქვათ და პირველი ეპიზოდიდან დავიწყებთ, აი როგორ დავიწყებ, მაგასაც მოვყვები რა. ხო, ესე იგი დავიწყებ ჩემი აზრით დავიწყებ აი ამით. ესე იგი, ეპიზოდი პირველი, სარკის კანონი, შინაარსი, პარტნიორი როგორც სარკე, მითხარი ვინ არის შენი ცოლი, ან ქმარი და გეტყვი ვინ ხარ შენ. ურთიერთობები როგორც დიაგნოსტიკა, შესავალი, მოწვევა სიმართლისკენ. სეზონი პირველი ეპიზოდი. სარკის კანონი. რა იქნება თუ შეძლებდი საკუთარი თავის ნამდვილი სახის დანახვას? კაი, დავიდან. რა იქნებოდა თუ შეძლებდი საკუთარი თავის ნამდვილი სახის დანახვას? არა იმ იმიჯის, რომელიც დაცვისთვის შექმენი, არა იმ როლის, რომელსაც თამაშობ, არამედ იმის, რაც რეალურად მართავს შენს ცხოვრებას, შენს არჩევანს, შენს ურთიერთობებს. უძველეს სკოლებში ეს იცოდნენ. მაშინ არ უსმენდნენ სიტყვებს. მაშინ ისინი უყურებდნენ ადამიანის პარტნიორს და ხედავდნენ მისი სულის სრულ რუკას. მითხარი, ვინ არის შენი ცოლი? და გეტყვი ვინ ხარ შენ? რამდენად მდგრადი ხარ? როცა სამყარო ყველა მხრიდან გწურავს, რა შიშებს მალა უძლება მოსილის ნიღბის უკან, სად მიდიხარ და რას აშენებ? ან თუ გინდა მითხარი, ვინ არის შენი ქმარი და მე გეტყვი, როგორი ქალი ხარ?
რა საგვარეულო პროგრამებს ატარებ, რომლებსაც ვერ აცნობიერებ. როგორი თვითშეფასება მართავს შენს არჩევანს. რამდენ ენერგიას იტევ ისე, რომ არ დაინგრე. რადგან ის, ვინც შენს გვერდით არის, არ არის შემთხვევითი. ის არის შენი შინაგანი რეალობის სრულყოფილი სარკე. ანარეკლი, რომელიც არაფერს მალავს. ის გაჩვენებს ყველა ჭრილობას, რომელსაც საქულდაგულოდ მალავ. ყველა პროგრამას, რომელიც მართავს შენს მიზიდულობას. ყველა შიშს, რომელიც განსაზღვრავს შენს არჩევანს. მაგრამ სარკე მხოლოდ პირველი კანონია. ერთ-ერთი უძველესი კანონებიდან, რომელიც 1000 წლეულების განმავლობაში ინახებოდა ჰერმეტულად დაცულ დახურულ სკოლებში. დღეს შენ მიიღებ ამ ცოდნას. რატომ მიზიდავს სწორედ ამ ადამიანებს? როგორ მუშაობენ უხილავი პროგრამები, რომლებიც გადადის საგვარეულო იგივე გენური ხაზით. გაგიზიარებ ორი ენერგიის საი. გაგიზიარებ ორი ენერგიის საიდუმლოს, რომლებიც ქმნიან ერთიანობას საპირისპიროობიდან. ხო, ხანდახან რაღაცების ქართულება მიყვარს, მაინც ქართულში მოვედით. შეიძლება და ისეც მეთქვა, რომ ორი ურთიერთსაპირისპირო ენერგიის საიდუმლოს, რომლებიც ქმნიან ერთობას. გაგიზიარებ ქალური ძალის საიდუმლოს, რომელიც აპროგრამებს ურთიერთობების რეალობას და სიყვარულის ორ დონეს. სარკეს, სადაც უმრავლესობა სამუდამოდ იჭედება და კარიბჭეს, სადაც 1+1 უდრის 11-ს. თავიდან უნდა ვთქვა. სადაც 1+1 უდრის 11-ს. პორტალს, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ მათთვის, ვინც გზა ბოლომდე გაიარა. ამ სეზონში ვისაუბრებთ ტყუპისცალ ალზე. Flaming Twin-ი ალბათ ასე უფრო გექნებათ გაგონილი. მოკლედ, ერთი სულის ორ ნახევარზე, რომლებიც გზის ბოლოს ხვდებიან ერთმანეთს უმაღლესში, უზენაესში გასაერთიანებლად. რადგან ერთი კანონი უცვლელია. როცა ცვლი იმას, რაც შიგნითაა, გარეთაც იგივე ირეკლება. იმეორებს შიდა წყობას. ასე რომ თუ მზად ხარ სიმართლის დასანახად, მაშინ დავიწყოთ. ახლა ჩვენი ცნობიერება საოცრად არის მოწყობილი. ის ყოველთვის ჩვენს მხარესაა და ეს არის გადარჩენის მექანიზმი. ცნობიერება ყოველთვის მოუძებნის ახსნას ჩვენს ქმედებებს.
ყოველთვის დაგვანახებს თავს მისაღები რაკურსიდან. ყოველთვის მოგვიძებნის გამართლებას თუნდაც სიღრმეში ვიცოდეთ, რომ არასწორად მოვიქეცით. ეს არის მისი მთავარი ფუნქცია. მაგალითად, როცა სადმე ვაგვიანებთ, მაშინვე ჩნდება რიგი მიზეზების ჯაჭვი. გარემოებები, ფორს-მაჟორები, ყველაფერი, რაც ჩვენს კონტროლს აღემატება და ცდება. მაგრამ როცა სხვა აგვიანებს, ხედავთ უპასუხისმგებლობას, უპატივცემულობას, ჩვენი დროის დაუფასებლობას. თუ მკაცრად უპასუხე ვინმეს, გქონდა ამის მიზეზები. ამ წერტილამდე მიგიყვანეს და გქონდა ამის სრული უფლება. მაგრამ როცა შენ გიპასუხეს მკაცრად, ეს უკვე ცალსახა აგრესია, არაადეკვატურობა, უპატივცემულობა. ჩვენ საკუთარ ქმედებებს ხედავთ განზრახვებისა და კონტექსტის პრიზმით. სხვის ქმედებებს მხოლოდ შედეგებით. ეს ნაკლი არ არის. ეს დაცვის მექანიზმია. ის იცავს პიროვნების მთლიანობას. მაგრამ ამ დაცვას გააჩნია უკმხარე. ჩვენსა და რეალობას შორის ჩნდება განსხვავება. აცდენა, დესინქრონი დავარქვათ. და ზოგჯერ ეს აცდენა უზარმაზარიც არის. და ჩვენ ვერ ხედავთ მას, რადგან საკუთარ აღქმაში ვცხოვრობთ. საკუთარ კოორდინატთა სისტემაში, სადაც ჩვენ ვართ ცენტრი, ყოველთვის მართლები და ყოველთვის გამართლებულები. ჩვენ არ გვაქვს გარესარკე და სწორედ აქ ჩნდება და შემოდის ურთიერთობები. ხო, აი ეს ურთიერთობები იქცევიან ხოლმე სარკედ, რომელიც გვაკლდა. და სწორედ ამ სარკის დანახვას დავიწყებთ შემდეგ ეპიზოდში. ხო და როგორც უკვე აღნიშნე, ესეც და ამის შემდეგი ეპიზოდებიც დაიდება ხოლმე კოსმიური სკოლის არხზე, რომელსაც აღწერაში დაურთავ. ან შეიძლება აქაც დაიდოს, მაგალითად Home Alone with Shani-ის გვერდზეც დაიდოს ხოლმე და იქაც დაიდოს. არ ვიცი, ნახოთ. როგორც წამოიღებს. უფრო ვფიქრობ, როგორც თავიდან გითხარით, რომ მოკლე სპოილერებს დავდებ ხოლმე Shani-ის გვერდზე და კოსმიურ სკოლაში დავდებ ხოლმე სრულ ეპიზოდებს, თან რომ გავმიჯნო და თან გადავკვეთო რა ასახლი და შრომა, ხო? იმიტომ რომ ერთი მეორეს კვებავს და აცოცხლებს. შესაბამისად, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ შეუთავსებლობების შეთავსებაში. და ბოლოს გიჟი ხომ თავისუფალია. მოკლედ შევხვდებით შემდეგ სერიაში.
აი არის. ნახოთ.